ქალაქს არა უკეთდება თქვენთან ის მაინც მითხარით. აი უბრალო რაღაცა, უბრალო ელემენტარული ქალაქის არაფერი არის. არაფერი აბსოლუტურად. ნადგურდება ყველაფერი. არაფერი აბსოლუტურად. ქალაქს იქიდან არ ხდება. მით უმეტეს ამ სოფელს. ამ ნახე რას გავს გზა. გზა რას გავს ნახე და რა. ვერ გააგრძელებთ ესე მუშაობას მე გეუბნები. არავის არ გემუქრებით, მაგრამ ისე იმუშავეთ რომ ხალხი არ დააზარალოთ და არ მოსპოთ გარემო და ბუნება ჩვენი კაცო. ხო შეიძლება ესე ქართველები ვართ რა. ზედაპირის დაღუზიანება. აბა შეიძლება ხუთმა კაცმა 10 მილიონი შეოს და თელი კუთხე გაღარიბდეს და მოისპოს. თუ წიაღის მოპოვებასთან გვაქვს საქმე, ვერ მოვიპოვეთ თუ ზედაპირი არ დაძიება. გავიგე, მაგრამ მე ხო უნდა მოხდეს რეკულტივაცია. დამთავრდება მოპოვება, შემდეგ მიდის რეკულტივაცია. მე სად მიდის რეკულტივაცია? გააჩვენებ, სადაც დავამთავრებ. მე ვარ და მე კაგენი მე განისტყისკენ მოსპოვდით, გაანადგურებდით ყველაფერს. მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა დაიცვა საკუთარი მოსახლეობის უფლებები და მათ შორის გარემოსდაცვითი კუთხით. ის რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, აშკარაა რომ ეს უფლებები დაცული არ არის. ხალხის უკმაყოფილება აბსოლუტურად გასაგებია, მათ უკვე ისეთი უნდობლობა აქვთ, რომ არავისი აღარ ჯერათ. სამწუხაროდ სახელმწიფო ამ უფლებებს ვერ იცავდა, ამ თავის მოვალეობებს ვერ ასრულებდა. ჩვენი მხრიდან მოხდება აუცილებლად გამკაცრება ინსპექტირების კუთხით, ლიცენზიების, ნებართვების და ზუსტად მოთხოვნა ყველა ემს შესრულებული სამუშაოს იმ პირობებით და იმ ვალდებულებებით შესრულება, რა ვალდებულებებითაც მათ გადაეცათ ეს უფლება ამ საქმიანობების წარმოების. სწორედ ეს არის ჩვენი აკოფნის მიზანი. პარლამენტის კომიტეტი ჩვენს გვერდით დგას, ერთად ვართ და ერთობლივად უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვასწოროთ ეს სიტუაცია. რამდენიმე მდგომარეობა ეკოლოგიური თვალსაზრისით ჭიათურის რაიონში ყველასთვის ცნობილია. ჩვენ ეხა სოფელ სარქველეთუბანში ვართ. რამდენიმე სიტუაცია ყველასთვის თვალნათლივი და ცხადია. მე მქონდა რამდენიმე განცხადება ტელევიზიებით, გუშინ პარლამენტშიც გაავაკეთე ეს განცხადება, რომ სახელმწიფომ უნდა ჩაერიოს უფრო აქტიურად და გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმ პროცესების მიმართ, რაც მიმდინარეობს ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზში. ჩამოსულია გარემოს დაცვის სამინისტრო, საკმაოდ წარმომადგენლობითი ვიზიტი აქვს. ჩამოსულია გარემოს დაცვის კომიტეტი ბატონი გია ცაგარეიშვილის თავმჯდომარეობით. მინდა რომ ამ ხალხმა ადგილზე ნახონ ეს ყველაფერი, ნახონ ჩვენი ქალაქის და ჩვენი რაიონის გაჭირვება. თავად გამოიტანონ ის დასკვნები ამ ძიმე სიტუაციის, რაც აქ არის და შემდეგ სახელმწიფოს დონეზე სამთავრობო კომისია შექმნილი აი ამ საკითხების გადასაწყვეტად, რომ დავждეთ და გადაიდგას ის ქმედითი ნაბიჯები, რომ გამოსწორდეს მდგომარეობა ჭიათურაში. პირველი და ყველაზე მთავარი მოთხოვნა აი ამ ხელასიმდიდრე გაქვს ქალაქიდან კომპანიას და ქალაქში ისე როგორც სოფელში ჩვენი მოსახლეობისათვის ფაქტიურად არაფერი არ რჩება. ჯორჯიან მანგანეზს რაც გააფუჭა ამ 7 წლის განმავლობაში თავის ნაციონალურ ხელისუფლებასთან ერთად უნდა მოითხოვოს პასუხი და უნდა დაჯდეს სამართლებრივ სკამზე, სასამართლოს სკამზე. უნდა დაითვალოს ის ზარალი, რომელიც მიაყენა ჭიათურას და უნდა გადაახტევინოს სახელმწიფო. შემდეგ გააგზელებიებენ თუ არ მუშაობს, ეს არის მეორე საკითხი. თუ არ გააგზელებიებენ, ეს იქნება მაგალითი, რომ სხვა კომპანია, რომელიც შემოვა შემდეგ აქ ჭიათურაში, აი ესეც ბარბაროსული მეთოდებით აღარ იმუშავებს და ჩვენ ღირსებას, ჩვენ ჯანმრთელობას, ჩვენ ქართველობას, თუ ჭიათურლობას, ჩვენ საქართველოს მოქალაქეობას აღარ შელახავს. მით უმეტეს არანაირი უფლება ამის მათ არ ქონდა, დაცული ვარ ჩვენ საერთაშორისო კონვენციებით, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით. აბსოლუტურად არც ეს არასრულებს ჯორჯიან მანგანეზს. არის რამდენიმე საფეხური გასავლელი და საბოლოოდ თუ მეწარმე თვალში არ გამოიხედა, ანგარიში არ გაუწია აქ მაცხოვრებელ საზოგადოებას, ზარალი ანაზღაურებს და ზარალს რა თქმა უნდა ანაზღაურებს, მაშინ რა თქმა უნდა ლიცენზია იქნება ჩამორთმეული უპირობოდ. ლიცენზია მიიღეთ? ხო მიიღეთ ლიცენზია. რამდენი წლიანი არის ლიცენზია? 10 წელი. აბსოლუტურად 2 წელს მოგვიჭრეს და დანარჩენი მე ხო და მოჭერით წესიერად და უწესოთ მოჭერით, ჯარიმასაც გადაიხდით შემოწმებულად. და თუ ვერ გადაიხდით ამ ჯარიმას და თუ გააგზელებთ უწესოთ აქციას, ლიცენზია ჩაგიჩერდება. აი ესე გადაიწვით მეწარმეს. შეიძლება ნამდვილად გაწმენდილი. მორჩა, სახელმწიფოს ახალ ხელისუფლებას თქვენთან არაფერი სადაო არ აქვს. გარდა იმისა, რომ ადამიანები აქ არ დაიჩაგრონ და ბუნებას ზიანს თუ მიაყენებთ. მე დაახლოებით 1 წლის უკან ვიყავი ზუსტად აქ ამ ადგილზე, ამ სოფლებში და ამ ხალხს საზოგადოებას დავპირდით, რომ თუ ჩვენ არჩევნებს წარმატებას მივაღწევთ, მე
ძალიან მალე, ძალიან სწრაფად არჩევნებიდან მოყოლებული ამოვიდოდი და ისევ ჩავაბარებდი ანგარის ჩვენი საქმიანობის თაობას. ეს პირობა არის შესრულებული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არის მუდმივი კონტროლი საჭირო აქაურობაზე. მეწარმე რომ ახლა აქ ნორმალურად არ იქცევა, თქვენ ამას ხედავთ. არის ურთულესი ვითარება, არის დაბინძურებული თლიანად წელი ტყე. არავით არის სტანდარტი აქ მოჭრილი ტყის მორების გამოტანის ტყიდან არ არის დაცული, დაბინძურებულია მთელი ტრასა შეხედეთ, ეს არის საშინელი უკვე ზარალი მიყენებული ტყისთვის. რას თვალსაცემია ეს თქვენ ამას უყურებთ და არ მომცემთ იმის საშუალებას, რომ ვინმე შეცდომა შევიყვანო. ხმელი, ანუ დაავადებული ხიზირები არის დარჩენილი, ჯანმრთელი ხიზირები არის მოჭრილი. მე შემიძლია გაჩვენოთ უზარმაზარი წაბლის მორები, რომელიც აგერ ყრია და გამზადებულია გასატანად. ეს არის აბსოლუტურად არანორმალური მდგომარეობა. მე ვფიქრობ, საერთოდ აქ ლიცენზიის გაცემა იყო შეცდომა. იმიტომ რომ აქ არის რამდენიმე სოფელი, ძალიან გამრჯე ხალხი ცხოვრობს, რომელიც უვლით ამ ხეტყეს. საქართველოს კიდევ ერთხელ მე დავწყვეტი, სამეწარმეო, სამრეწველო ჭრების საშუალება არ აქვს და არც ჰქონია არასოდეს. უნდა ყოფილიყო წარმოებული სანიტარული ჭრები, გავლითი ჭრები, რისთვისაც იყო კონკრეტულად აქ აღებული ლიცენზია და შემდეგ ამ ლიცენზიას, ამ სანიტარულ ჭრებს ამოფარებული ლიცენზიანტი არღვევს მოქმედ კანონმდებლობას, ის არის ორჯერ დაჯარიმებული უკვე, თუ არ ვცდები, ერთხელ 80,000 ლარით, ერთხელ 160,000 ლარით. აღძრულია სისხლისამართლის საქმე, აი ამ ფაქტებთან დაკავშირებით და თუ ის აპირებს, რომ ასე გააგრძელოს ურთიერთობა, მე არ გამორიცხავ, რომ აქ ლიცენზიის გადახედვაზე ან ჩამორთმევაზე მიდგეს საკითხი. ყველა ლიცენზიანტი საქართველოში, ვისაც აქვს ლიცენზიები მოკლევადიანი, გრძელვადიანი, ტყისარგებლობის აღებული, იქნება შემოწმებული. იმიტომ კი არა, რომ ახალი ხელისუფლება ებრძვის მეწარმეობას და უნდათ რომ წაართვას აქ ვიღაცებს ლიცენზიები და ვიღაცებს გადასცეს. ეს ასე არ იქნება ნამდვილად. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით. მოსulis დღიდან 1 ოქტომბრიდან არც ერთი ლიცენზია, არც მოკლევადიანი, არც გრძელვადიანი ქართულ ოცნებას, ანუ ახალ ხელისუფლებას არ გაუწია არსად. არსად უკვე 7 თვეა გავიდა, მე რო იწყება ლიცენზია არ გაგვიცია. იმიტომ რომ აღარ არსებობს ლიცენზიის გაცემის რესურსი ამ უბედურ ქვეყანაში. აღარ დარჩა აქ ტყე, ფაქტიურად. გავერანებული და გაჩანაგებულია ყველაფერი. ჩვენ ეს ყველაფერი შემოგვიტრიალდება კატასტროფით. მე გეუბნებით სრული პასუხისგებლობით. ღვარცოფული მოვლენები, წყალდიდობები, დაიქცევა აქაურობა და ამის მომკითხავი. მე შემდეგ არავინ არ იქნება. სურვილია და ამას რა თქმა უნდა ჩვენ წერილში ჩამოვაყალიბეთ, გამოგიგზავნოთ საწერილს. მოთხოვნა იქნება ჩვენი. ალბათ კარგად 1000-მდე ადამიანი 1000